სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო დედაქალაქის მერო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, ძვირფასო ძმებო და დებო, ძვირფასო მეუფენო, ყოვლად სამდელონო, დემთავარნო, პატიოსანო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. გილოცავთ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილების დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. შეგახსენებთ, რომ წმინდა მოციქული ანდრია იყო იესო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოწაფე და მას განსაკუთრებული მისია დაეკისრა. როდესაც მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს თუ ვინსად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა, მაგრამ ვინაიდან მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მაცხოვარი გამოეცხადა მას და უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო. მის ნაცვლად კი საქართველოში გაეგზავნა ანდრია მოციქული თავის ხელთუქმნელ ხატთან ერთად და აი ყოვლადწმინდა ქალწულმა დედაღვთისმშობელმა აუწყა ანდრია მოციქულს ღვთის ნება, მოითხოვა ფიცარი მიიდო სახეზე, ამ ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი და მან უთხრა ანდრია მოციქულს, რომ ეს ხატი იქნება ქართველთა მცველი უკუნისამდე. ხოლო თვითონ იქნება მათი ცხოვრების შემწე და გამგე და ვერავინ მტერთაგან ვერ ძლევს მათ. და აი მაცხოვარი როცა გამოეცხადა ღვთისმშობელს, ამ დროს ასევე უთხრა ეს დიდებული სიტყვები: არაუგულებელს ყოფ შენი მეუხებით,ერსა მას საზეპუროსა, უფრო ის ყოველთა ნათესავთასა. შენ დამიწილ ხდომილს. აი ესეთ საოცარ მოვლენას ვიხსენებ ძვირფასო ძმებო და დებო. წმინდა ანდრია მოციქულმა იქადაგა საქართველოს მრავალ კუთხეში, აკურთხა მღვდლები, დიაკვნები, ააშენა ტაძრები და ამიტომაც ითვლება იგი ჩვენი ქვეყნის მფარველად და საქართველოს ეკლესია იწოდება სამოციქულოდ, რადგან სწორედ ანდრია პირველწოდებულმა დააფუძნა ჩვენში ქრისტეს რწმენა. აი ეს მოვლენები, ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, ანდრია პირველწოდებულის ქადაგება საქართველოში, მცხეთაში მაცხოვრის კვართის მობრძანებასთან ერთად არის სწორედ იმ საზეპურობის ნიშნები, რომელზეც უთხრა იესო ქრისტემ გამოცხადების დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ამ მოვლენებით გამოჩნდა უფლის განსაკუთრებული სიყვარული ქართველი ერისადმი და ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი და მცველი. და აი ჩვენ მადლობთ და ვადიდებთ უფალს ყოველივე ამისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რა გზით უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ. აი სწორედ ეს მოვლენები გვიჩვენებს, რომ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი განვითარების მთავარი მიმართულება ამაში მდგომარეობს. აი პავლე მოციქული წერს ასეთ სიტყვებს, რომ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა იცხოვრონ ამიერიდან არა თავისთვის, არამედ იმისთვის, ვინც მოკვდა და აღდგა მათთვის.
აი ჩვენი მოწოდებაც, როგორც ერის, არა მარტო როგორც ცალკეული პიროვნების, არის ის, რომ ვუპასუხოთ აი ამ დიდ სიყვარულს და ვიცხოვროთ არა ჩვენი ამ ქვეყნიური მიწიური ინტერესებისთვის, არამედ როგორც პავლე მოციქული ამბობს, იმისთვის, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა, ვინც დაგვიდგინა თავისი ყოვლადწმინდა დედა ცველად და მფარველად, ვინც მოგვივლინა თავისი უახლოესი მოწაფე ჩვენს მოსაქცევად, ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელთან ერთად და სხვა მოციქულებთან ერთად და აი ჩვენი წინაპრები, ძვირფასო ძმებო და დებო, მუდამ ცდილობდნენ ეპასუხათ ამ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც უფალმა თავისი მადლით და კაცმოყვარებით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა. და აი თუ ჩვენ გვინდა რომ ამიერიდანაც მომავალშიც გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი და ასევე მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ ამ გზით ვიაროთ და დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე, მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო. დღეს მინდა დიდი სიყვარულით ეს დღე მიულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც არის წმინდა ანდრიას სამოციქულო მსახურების ნამდვილი გამგრძელებელი. თქვენ იცით, რომ ეს დღესასწაულიც დაწესდა მისი ლოცვა-კურთხევით და მისი ღვაწლის დიდი შედეგია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს დღესასწაული გამოაცხადა სახელმწიფო დღესასწაულად, რითიც დაადასტურა, რომ ეს არა მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის დღე არის, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობისაც. მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას, უსურვებთ ღერძელობას და ჯანმრთელობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აჯილდოვებს ჩვენ სასიქადულო რეჟისორს ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ნება მომეცით წაგეკითხოთ ეს სიგელი. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა, თანამედროვე ქართული კინოს ფრიად გამორჩეული რეჟისორი, პედაგოგი, უბადლო ესთეტი და ქვეყნის დიდი გულშემატკივარი ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით. ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ასევე ბატონ მერაბს გადაეცემა საზოგადოება იბერიისას სახელით სპეციალური ჯილდო ოქროს ჯვარი, მახათის ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი. ბატონო მერაბ, ღმერთმა გაგახაროთ და გადღირზელოთ, ყველას გვიყვარხართ და გისურვებთ დიდ ახალ შემოქმედებით წარმატებებს და დიდხანს სიცოცხლეს.